1440 წელი. ერთიანი ფეოდალური სამეფოს ბაგრატიონი გვირგვინოსნის ალექსანდრეს მმართველობა ქვეყანაში 28 წელს ითვლის. მთელი ამ დროის განმავლობაში მან შეძლო მონღოლთაგან აოხრებული ქვეყანა კვლავინდებურად აღორძინების გზაზე დაეყენებინა. ამ პროცესების პარალელურად ალექსანდრე წარმატებით იგერიებდა საქართველოს საზღვრებთან მომდგარ ახალ საშიშროებას, რომელსაც თურქმანული მოდგმის ხალხთა გაერთიანება წარმოადგენდა. 1440 წლის 27 მარტის დილას იმჟამინდელი ქართველები მზის ამოსვლას სულ სხვანაირად ელოდნენ, რამე თუ თენდებოდა აღდგომა დღე ქრისტეს სიკვდილზე გამარჯვებისა. გარდა ქართველი მორწმუნეებისა, ამ დღისათვის განსაკუთრებულად კიდევ ერთი ადამიანი ემზადებოდა. ეს გახლდათ ჯეჰან შაჰი, ოღუზი თურქების მომთაბარე ტომთა გაერთიანების, ყარან ყოიუნლუს იგივე შავბატკნიანთა მბრძანებელი ჯეჰანი 20,000-იანი ლაშქრით ქვეყნის სამხრეთ საზღვრებს უახლოვდებოდა. შავბატკნიან თურქმანთა ბელადი შეგნებულად შერჩეულ თარიღში ომის დასაწყებად მდინარეების ხრამის და ჭივჭავას ხეობას მიადგა. იგი დაჟინებით უცხერდა ორ მდინარეს შორის მაღალ კონცხზე აღმართულ დასახლებას. ეს გახლდათ გურჯების სანაკებო ციხე-ქალაქი სამშვილდე. ჯეჰან შაჰის ამღვრეულ თვალებში კი ერთადერთი სურვილი, რისი ამოკითხვაც შეიძლებოდა, ქალაქის პირწმინდად შემოსვრა და მოსახლეობის ამოწყვეტა იყო.